განსაკუთრებული დღეა ეს ჩვენთვის და ღელავ ძალიან მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადამიანი ისეთი მონაწილეობს თავს სპექტაკლში, რომ გამოსწილება ასე ისე გვაქვს, მაგრამ მაინც ძალიან დიდი ღელვა აქვს ხოლმე იმ ესეთ სპექტაკლების ჩვენებას. რამდენიმე სიტყვით არ მოგავეძებს თავს, მოგახსენებთ ჩვენი სპექტაკლის შესახებ. ეს არის უცნობილესი, გენიალური, ალბათ ყველა ქართველისთვის ესეთი საზეპირო ნაწარმოები და სპექტაკლი, გენიალური მიუზიკლი, პირველი ქართული მიუზიკლი, ვერისუბლის მელოდიები. ძალიან უხერხულად ვუძლობ თავს ჩემს შინაგან რაღაც ემოციებს იზიარებთ, იმიტომ რომ ცოტა ხმამაღალი და ისე ამბიციური განაცხადია ჩემი მხრიდან. ნაწარმოებზე შეხება ზოგადად შემუშავება, იმიტომ რომ რაც სხვა სპექტაკლებზე ახორე 1000 მაგი პასუხისმგებლობაა ჩვენს თავს. კარგად მოგეხსენება დადოხაც. ყველაფერზე პირად ვიცით მისი მუსიკა, მისი ტექსტი, მისი მონაწილე, მსახიობები, რეჟისორი, ოპერატორი, კომპოზიტორი და ასე შემდეგ. ეს ჩემი ოცნება ძალიან დიდი ხნის ოცნება მიხდა დღეს. ძალიან ბევრი წლის ოცნება, იმიტომ რომ ამ ნაწარმოებს გულში ვატრიალებდა თავში ძალიან დიდი ხანია. ჩემს წარმოდგენებში და ფანტაზიაში. არ ვიცი როგორ გამოგვივიდა, გვაპატიეთ თუ კი არ იქნება ისე როგორც უნდა იყოს. შეგეცადეთ ჩვენს მორგებულ პირობებზე აღვეწყო ეს ყველაფერი. ჩემს უნიჭიერეს და შესანიშნავ ბავშვებს ვუხდი უდიდეს მადლობას, შემიძლია დაუჩოქო ისეთი მადლობა, იმიტომ რომ მომცეს ეს შესაძლებლობა. მათ მშობლებს განსაკუთრებულ მადლობას გიხდით, იმიტომ რომ მე ამას ვერაფერს ვერ გავაკეთებდი თქვენს გარეშე და იმედი მაქვს, რომ დღეს მერე ვიტყვით, რომ მადლობა ღმერთს, რომ ეს დღე გვაჩუქა და ერთმანეთს ვაჩუქეთ. ალბათ ყველაფერი იქნება აკიაზე. ნახოთ, იმედი მაქვს, მე თქვენ ყველაზე იმედი მაქვს. მოგიცაბათის 100 წლის თავს ვზეიმობ წელს და გაერთვა ყველაფერი ერთმანეთს. უღრმეს მადლობას გიხდით ამ ჩემი ოცნების ასრულებისთვის. ეს გადანახული სპექტაკლი მქონდა სამხატსას ისე შემონახული ხანდა. ძალიან დიდი მადლობა გიხდით იმაგნუაძეს პირველი კლასის დავალებას, რომლის გარეშეც მე ვერაფერს ვერ ვიზავდი და ძალიან განსაკუთრებულად მინდა აღნიშნო ეს, რომ დღევანდელი ჩვენი სპექტაკლის სცენარის ავტორი გახლავთ ირმა აბულაძე. შემეულებულია ნახატა ისება ძალიან მეგრულ, ისე როგორც თითქოს პირველად მივიდეს სცენაზე. აბაჰე, ჩემ მეცი. ძალიან დიდი მადლობა საოცარი სანახაობა
მყიდველოდება. ნიკა, მაყურებელთა შორის მე ამავე სკოლის დირექტორ ბატონ კოვას ხედავ. ვეძები რომ გავესაუბრო მას. ბატონო კოვა, როგორია თქვენი განწყობა სპექტაკლის დაწყებამდე და რა არის თქვენი მოლოდინი? არა ჩაულები. აკისები მოება ჩვენი პატარა საფრთხე პატარა წარმოავს. დიდი მადლობა. თქვენი ემოციები, რას გრძნობთ ახლა? თქვენ ისეთი საუკეთესო ბავშვები გქონდეთ, ისეთი საუკეთესო კლასიკა. მოლოდინი მაქვს საუკეთესო სპექტაკლი და საუკეთესო სანახაობას ვიხილავ. დიდი მადლობა. ქაბატონო ნათია, თქვენი აზრით ვერცის მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მე ძალიან მაყოფილი ვარ დღევანდელების ემოციებს ვეღარ ძალიან მომწონს გარემო, ყველაფერი ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, რომ თქვენს კარგად გაარკვიოთ, თქვენს ახლა კი თქვენი მორიგი ჟურნალისტები, ანა და ანდრია ჩაგორთვებიან. ანა, ანდრია, გესმით ჩემი? იგია, კარგად გესმის თქვენი. ანდრია, ახლა ვინ არიან თქვენი რესპონდენტები? ჩვენ გავასაუბრეთ მსახიობად და განვახცევთ მათ განწყობას. ივანე, თქვენ რა როლი უნდა შევასრულოთ? ეს საიდუმლოა, ჩემო კაცო. მე ჩემს გამოსვლას სიურპრიზად ვტოვებ. ატო, თქვენ რა როლი შევასრულოთ? მე საიდუმლოდ ვტოვებ, ჩემს გმირს და არ ვახმოვანი. ამის შესახებ მოგვიანებით ჩემ. დიდი მადლობა, ნაბადებს ის. გაგესაუბრეთ. დიდი სიამოვნებაა. დეიდა ვარდო, ვითხარით თქვენი აზრი. რა აქვს ცხოვრება თეატრია. და ვინ ვარ ჩვენ ადამიანები ამ თეატრში? ჩვენ ამ თეატრის მსახიობები ვართ, რომლებიც ცხოვრების სპექტაკლს თამაშობთ დიდ სცენაზე. ხოლო ამ სპექტაკლის სცენარს კი სკოლაში გვასწავლია. თუ შეიძლება, გამარტეთ სკოლის როლი თეატრთან დაკავშირებით. აღმოსენდეს კავშირი. განასხვაგან, სადმე გასწავლია ნაწარმოების გმირი პერსონაჟის სულიერ განცდებს, მის ვნებებს, სიხარულს, ტკივილს. განასხვაგან, სადმე გასწავლია რა არის სიყვარული. დეიდა ვარდო, მარტო ბავშვს სიყვარულზე გასწავლენია სკოლაში. არა, რა თქმა უნდა, მარცვალ გიბნებენ მარგალიტებს იმ დიდი სიყვარულისა, რომელზედაც თქვენი ცხოვრების კედლებს აშენებენ. და ვინ აკეთებს ამას? ვინ? დიდი თეატრალები, ადამიანები, რომელთაც მრავალმხრივ განათლებასა და ინტელექტთან ერთად რმადა სულსა და გულში გამჩნდარი მსახიობური ნიჭი, თქვენი მასწავლებლები. თქვენ თუ ყვარებიათ დიდი სიყვარული. მე ყვარებია დიდი სიყვარული და ამ სიყვარულის ყველაზე ლამაზი და საფუთი ნაწილი ხელით მომიტანია სკოლაში და ჩემი პატარა მოსწავლეებისათვის ფიანდაზად გამიგენია. ქართულ სინამდვილეში არსებობს ძალიან ბევრი სპექტაკლი თუ ფილმი, სადაც ცხოვრების დიდი მაგალითებია განხილული. კონკრეტულად, რომელი ნასხამ არ გაიხსენებთ? ახლა მახსენდება ბატონ გოგი ცაბაძის უბადლო მუსიკით გაჯერებული ქართული მხატვრული ფილმი მიუზიკლი ვერისუბნის მელოდიები, რომლის რეჟისორიც გახლავთ ბატონი გიორგი შენგელაია. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ბატონ გოგის დაბადებიდან 100 წლის თავს აღნიშნავთ. ნიკო, ამით ჩვენი ინტერვიუ დასრულა. ძალიან მალე სპექტაკლის დაიწყება. დიდი მადლობა. ჩვენი ჩართვა ჟურნალისტებთან ამით არ დასრულებულა. გადაცემის ბოლოს ჩვენი ჩაგერთვებით და პირდაპირ ეთერში ჩავდგავთ ჩვენს კოლეგებს. ხედავ ხარდო, როგორი საინტერესო ფუნქციები ჰქონდა ცხოვრების წინს. მიდი, გადაშალე შემდეგი გვერდი. თამამად გადავთ ნამდვილი ცხოვრების დიდ გზაზე. შეგეშინდება იმ სპექტაკლის, სადაც არაერთი წინააღმდეგობის დაძლევა მოგიწევს. დეიდა ვარდო, ნება მომეცი, ხელებზე გიამბობთ, გულში ჩავიხუტო თქვენი ხელები.
საფიგრძნო, დიდი ძალა, სითბო, სიმყარე და ხელჩაჭიდებული გავუყვე ცხოვრების დიდ გზას ვერისუბნისაკენ. მაშასე ვერისუბნის მელოდიები იწყება! Თქვენის თანალამაზ ქალებს, განარავეს მოაკლებს
როგორ? ასეთი საუკეთესო ბავშვები. ქმერი შვილები არიან? Не может быть. Пасიანია? А кто будет платить деньги? რამდენია გადასახალი? 50 მონეთი. წამოდი შვილებო. მთელი ქონება რომ გავყიდო. ამოდენა ფულს მაინც ვერ
რა ეს ქვეყანა ხომ ასე იყო მოწყობილი. ყველაფრის მიღწე, როდი შეეძრო დღარითებს. მაგრამ ნუ და გავიწყდებათ. იყო ქალი იმედი, ქალი უშიშარი, რომლის შრომით დაღიხელებს ფურდობა ჩერდი, რათა ორი პატარა გოგონას გული გაეხარებინა. ორი ობოლით წასულიყო ცეკვის გაკვეთილზე და სიხარულით მოესმინე საკუთარი გულის ცემა. იმ ყაწაწინა გულის, რომელიც ასე ფრთხიალებდა უზომო სიხარულის მოლოდინში. ბარდომ მოიპარა ხორცი, ბარდომ მოიპარა შეშა. ბარდომ მოიპარა ფურჩი. ბარდომ. გამარჯობა, პანკეს. ვარდას გაუმარ. აქ როგორ? სულ გამოიყარა. ვიცი გაგიკვირდება პანკეს. ხბო მოვიპარე, მოვიტარე რომ ვუიპარე? შენ? რასაკეთებ? გოგლებს. სწავლის ქირა მინდა გადავხადო. თვალ წინ მიდგას. იმათი ნაღვიერი თვალები და არ მასვენებს. იყიდე ხო, იყიდე. ვიყიდი, აბა რას ვიძამ ვარდო? Thank you.
გემრიელ საჭმლის სუნეთში. სიზმარს გავდა ეს ყველაფერი, გარეთ დიდი თოვლი მოსული. Mama!
ვიღაცას შეშე მოუყარია, ვიღაცას ხორცი მოუყარია, ვიღაცას ფურქი მოუყარია, ვერისუბანში მოუყარია, მთელი ვერისუბანი შესრა, ხურდობის საქმე და მან კი ერთსაცილ მოყვა მოთქმა და ცნობის ფურცლების მთიანი. საქმეში ორი სია ჩაერთო. მოგახსენებთ რომ მომპარე შეშა და ქურქი მოვითხოვ სასწრაფოდ მოძებნა ქურდი და პასუხი მოსთხოვოთ ჩვენ ყველა ხონის დამნაშავე აუცილებლად დაირჩება შემოიყვანეთ სამძებრო ოპერაციის თანამშრომლ ახლა ბატონო Amistvis,
ბალეტმეისტერი და მისი მეუღლე. ვინ გადაიხადა სწავლის კი? არ ვიცი ბატონო, ვიღაცა უცნობი იყო. Да, правда, я не знаю. Ой, мадам инкогнито. ვინ მოიყარა შეშა? ხორცი, ქურქი. არ ვიცი, ჩემი ქალების ზემა, რომ გავიღუჩი ბუხარში, შეშადამთებულიყო. ჩათი დიდიედა და ზე, ხოს ბუხვისი თურქუხებდა. კურკი ძის მარჯვე წამინახავ. ახლა საკანჩირო ჩაქსო. ქურქის ღაბასაც იქ მოიფიქრა. გამიშვით. ბატონო პოლიცმეისტერო. ეს ყველაფერი მე ჩავიდინე. აულე არაფერს შუაშია. გაუშვით სახლში. შინ ატირებული ბავშვები ელოდებიან. და ვიჩდემეთ ციხეში. როგორ ვარდო, ეს ყველაფერი შენ? შეშა, ხორცი, კურკი, ეს ახალადენი. სიყვარული, რას არ გააკეთებინებს ადამიანს. დადიდებულ ქალს ხარები ხარ, ბაბლე. დაკნინდა და დაბინძურდა ვერსუბანი. ირგვი, ყველაფერს, ხალისის და სიხარულის განცდა დაეკარა. ერთი შველა, ერთი ხსნა, ვარდოს გათავისუფლებანო. ხალხი ზედა დგომას, წინ ვერაფერი გადაეღობებოდა. ვერისუბანმა ვერ გაიმეტა, დაემცირებინა, დაემარცხებინა და ფეხქვეშ გაეცელა მისი ქალური ღირსება და სინდისი. მას ქურდობის შემდეგაც კი აპატია, პატიებელი რამ. და ეს ყველაფერი რეჟისორი გარდასახა ფილმში, თეატრში, ხელოვნებაში, იქ სადაც დაუწერელი კანონი მოქმედებს, სადაც დიდი სასცენო მოღვაწეები ბიბლიის კანონს არა იპარებს, აბრეშუმის ფარჩასაფარები და სიყვარულის გამოპატილებები. თუმცა რეალობაში ეს დანაშაული კი კანონიც ისწრებს. მოდი პავლე, უფალს
სართლები დავითოცა. გულით შემსთხოვოთ, ჩვენი და ყველა ბავშვის ბედნიერება, როგორც ამას, მშობელი და მასწავლებელი აკეთებს. გებედრები, დალოცე ყველა ბავშვი, არავის შიოდეს, არავის სიოდეს, უთხეული იყოს თითეული მათგანის ნაბიჯი. ღმერთო, ისმინე დედის ლოცვა. ამინ. როგორც გადაცემის დასაწყისში დაგვირდით, ჩვენი საგიერთობით და პირდაპირ ეთერში ვთავ ჩვენი ჟურნალისტების გუნდს. კოლეგებო, გესმით ჩემი? კი, ნია. გვესმის შენი ხმა. დიდა ვარდო. ისას ჩვენ სცენაზე ნახეთ. მართლაც რომ საოცრება იყო. როგორ შეძლებთ? ასეთ ახთოვანებაში მოგეყვანათ. ეს მაყურებელი. ჩვენი პედაგოგების მოტივაციის წყარო თქვენ ხართ, ჩვენი პატარა მოსწავლეები. სწორედ თქვენ გვაძლევთ ძალას, რომ შეუძლებელი შევძლოთ. დეიდა ვარდო, მართლა გესმით ბავშვების გულისება? რა თქმა უნდა გვესმის, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ამავდროულად პატარა ბავშვებიც ვართ, მოსწავლეები, რომლებიც მთელი ცხოვრება სწავლობთ იმიტომ, რომ თქვენ ღირსეული განათლება მოგძლებთ. რას ნიშნავს იყო თავდადებული დედა? იყო თავდადებული დედა ნიშნავს იმას, რომ ღირსეულად ატარო ყველაზე მძიმე და ყველაზე წმინდა ჯვარი. მადლობა, დეიდა ვარდო. მართლაც ჩვენო ზურფასო ტელემაყურებლებო, საბავშვო გადაცემა ცხოვრება თეატრია წარმატებით დასრულდა. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილები. როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმიანობაში. Spredaci una
ბატონო, ცოტა უკანა. Cari grazia, cari chiedeva. E casucci. დიდი მადლობა ეკამასწავლებელს, ხელმძღვანელს, დიდი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ იმამასწავლებელს ყველაფრისთვის, დიდი მადლობა მშობლებო არაჩვეულებრივებისთვის და მინდა მივმართო ჩვენს პატარებს. დამთავრდა ერთი პატარა ეტაპი თქვენ ცხოვრებაში. ცხოვრების სიგნის ერთი ნაწილი დაიხურა, რომელიც აიგებთ. ეხლა იწყება ახალი ეტაპი, რომელსაც გაუძღვება თქვენთან ერთად ახალი კლასის დამდგმელი ქალბატონი რუსუდან სულაძე.
აგილოცავ ეხლა გზას შენ აი ამ ლამაზ ბავშვებთან ერთადია საკმაოდმოვლენია ახლა სიტყვები მართლა უძლურია აი ახლა მართლა ერთი შემიძლია რომ აი ეს ბავშვები აჩვენებს მსოფლიოს და არასოდეს ამ ბავშვებთან ერთად ყოფნა მადლობა მშობლებო და იმედი მაქვს ამას მე პირობას ვერ დავდებ, მაგრამ ფაქტის სახელზე ექნება როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა. შემდეგაც ესაა შეგებაა. ეს არაჩვეულებრივი ბავშვები ავიცი, მე-12 კლასის ბოლოსაც მე იმედი მაქვს აი ეს გამწრე საზოგადოებასთან ერთად ანალოგიურ სიურპრიზებს შემოგთავაზებთ.